ყველა ევროპული ქვეყნები საკუთარ დედასაც გაკიდიან, ოღონ მაქსიმალურად გააკეთონ, რომ არაბული ინვესტიციები შემოვიდნენ ქვეყანაში. ყველანი გამორიცხილი რო არის ეს ხალხი, რომ უკვე ამოვიდა ხელში რა. აი რაღაცა მიტინგებს აწყობთ, ან ვინ ასყობენ? პრო-რუსი გონება ჩქლუნგი ტიპებია. ხოცება. ის დონეზე დაეში. ეს ვის უშვებთ, საერთოდ. მაშინაც ამათი კაცი იყო, აბა ვინ იყო კაცო? ეს რო დარბოდა და იმას თუ არ გაიკეთებთ ვაქცინას და ძალიან ვაქცინას ოცნების სახეა. ოცნების კაცი იყო მაშინვე. მაშინ გაფსიხებული ამტკიცებდა, რომ ვაქცინას ძალით თუ არ გაუკეთებთ და ვაქცინის პასპორტებს თუ არ გამოსცემთ, ვისაც ვაქცინაა გაკეთებული, პასპორტით თუ არ ივლის, სხვა არა უნდა გამოუშვათ ქუჩაში, სიარულის და იმის უფლება არ უნდა ქონდეს რაღაცების ყიდვისო, ხო? ეს იყო მაგათი ავანგარდი და ოცნება ატარებდა მაგ პოლიტიკას. ეხლა ამას როგორც ავტორიტეტს ხალხს ურცელებთ, თან რანაირ ტექსტებს. ძალიან შეურაცხყოფელი ტექსტებით ლაპარაკობს. საპირისპირო აზრ ყოფ ხალხს და მასეთი უკიდურესად შეურაცხყოფილი ტექსტებს ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზია ოცნების პირდაპირი ბინძური რუპორი, ხო? გამპრავებლები რო ყავთ გარშემო, თარო კონსერვატორები. თქვენ მეგობრებო, ამ კაცთან ერთად დადექით. გადაებით, არა ეს კაცი